ჩვენი პირველი სტუმარია და პირველად სავარძელს დაიკავებს ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი მორჩენილი ფეხბურთელი ყავს მორჩენილი. და ამასთან ერთად ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავს მორჩენილი, მაგრამ ჩვენ მანსანკანელები ის ექიმია, მაგრამ ჩვენ მანსანკანელები მაინც მანსანკანელად თვლით, იმიტომ რომ ოჯახიდან ასე ადვილად არ მიდია. დავით ხარაბაძე, იგივე ჩუქჩა. მოგესალმებით. მე ვარ ექიმი დავით ხარაბაძე და შესაბამისად ჩემი დღევანდელი მონოლოგის თემა იქნება სამცხე-ჯავახეთის გაუნაყოფიერებელი ნიადაგების კარგად დავიწყე ბიჭო. მელიორაციისა და წყალმომარაგების პრობლემები. როგორც თბილისში ჩამოსული ქუთაისლების დიდი უმრავლესობა, მეც დავიბადე ქუთაისში. დავიბადე და გავიზარდე ერთ ძალიან მაგარ უბანში, რომელსაც ავტოქარხნის დასახლება ქვია, მაგრამ მაშინაც და ეხლაც რატომღაც ზაოდს ეძახიან. ძალიან მიყვარს ეს უბანი, ძალიან მაგარი უბანია, იქ გავიზარდე. სკოლაშიც იქ დავდიოდი. ერთადერთი არის ის, რომ ძალიან როგორც მთლიანად ქუთაისი ძალიან პარადოქსული უბანია. აი მაგალითად არქიტექტურულად ყველაზე ლამაზ და ძალიან კოხტა მინებიან შენობას ამ უბანში ერქვა საცხენია. დღემდე რატო ქვია საცხენია, ალბათ ეხლაც ეგრე ქვია. მეორე პარადოქსი არის ის, რომ იქ იყო ძალიან კაი კულტურის სახლი ჩემ უბანში, სადაც მე დავდიოდი ცეკვაზე. და ეს სწორედ ის ლეგენდარული კულტურის სახლია, რომელშიც ახლა არის სახანძრო გახსნილი და სადაც მართლა სახანძრო იყო, იქ არის ცეკვის სტუდია ახლა გახსნილი. ოღონ სიმართლეა აბსოლუტურად და ეს ცნობილი ამბავია მთელ ქუთაისში, შეიძლება რო თქვან. ნუ სკოლა ამ უბანში დავამთავრე და ყველაზე მაგარი მომენტი ჩვენ ცხოვრებაში სკოლაში ალბათ არის ბანკეტი როცა არის, ხო? და მოგეხსენებათ 90-იანი წლები იყო და ნუ საშილელი გაჭირვება რა მდგომარეობა იყო, მე მთლიანად სრულყოფილად შევიგრძენი ეს ყველაფერი იმდროინდელი ადამიანი ვარ და მოკლედ ჩვენი კლასის ბანკეტი იყო მშობლების ფანტაზიისა და მონდომების რაღაცა პიკი. იმიტომ რომ იმ დროს ბანკეტის ესე დაგეგმა წარმოუდგენელი იყო. პირველი რაც დავამახსოვრდა იყო ის, რომ ბანკეტი გადაგვიხადეს პურის ქარხანაში. მართლა. სერიოზულად, მოკლედ ქარხნიდან გაიტანეს კონტეინერები. აი ღუმელებს, აი ფეჩს, რასაც ეძახიან, ჩამოაფარებს თეთრი მარლები და იქ გძელი მაგიდები და მოკლედ წავიდა ბანკეტი. მეორე ძალიან მაგარი რაც დავამახსოვრდა ჩემ ბანკეტზე, რომ ყავდა დამკვრელი. დამკვრელი ყავდა, ოღონ ქონდა მარტო ერთი იამახა, ნუ გასაგებენაზე უამანას რო ეძახიან. ეს იამახა და ამ უამანას რო ეძახიან და იმდენად რაღაც თავის თავში დარწმუნებული იყო, ან იმდენად პროფესიონალი იყო, რა მე დავარქმევდი, უფრო ძალიან ნაგლი ტიპი იყო. იმიტომ რომ ჯერ ერთი რო უკრავდა Queen-ის რეპერტუარს. ამ უამანაზე ესე იგი, ბრაიან მეის სოლოსაც უკრავდა. როჯერ ტეილორის დრამსაც უკრავდა. ნუ თვითონ რო ფრედი მერკური იყო და მღეროდა, ნუ ეხლა ეს ფაქტი არა. და რაც თავარია, ერთი სიმღერა დავამახსოვრდა ძალიან, იმიტომ რომ მაშინ იყო ძალიან პოპულარული იყო ჩვენთან უბანში Queen-ის სიმღერა Living on my own. ეგეთ სიმღერა იოე, ესეთ სიმღერა და მან და არის სიმღერა შეეცაღდა Living on my own, მე რეჩიტატივით აკეთებს. ეს აკეთებდა თვითონ. Living on my own, ესე აგძელებდა. ეს მახსოვს ძალიან მაგრად. მეორე ძალიან მაგარი მომენტი, რაც მახსოვს, რომ აქეთ ხო ბავშვები მოკლედ ჩვენთვის K-pop-დით, შეკვავდით რაღაცებს და ყავდა ვიდეო გადაღება. რა თქმა უნდა. ოღონ ჩვენი მშობლების 60% ამას ეძახდა ვიდეოს და 40% ეძახდა ვიდეოს. ისე ვიდეო იყო, ვიდეო გადაღება იყო.
და მოკლედ ჩემი დროის ქუთაისურ ბანკეტებში ძალიან მაგარი მომენტი ესეთი. აქეთ მოკლედ ეს ბავშვები ჩვენ ვინც ვართ რაღაც ხალისობთ ცეკვავთ და იქეთ კუთხეში არიან მშობლები ძალიან დაძაბული სახით გიყურებენ. ყველას მშობელი. იმიტომ რომ თავარი ხა იმათი ფუნქცია რა არის და მისია. იმათი მისია არის რომ თავისი შვილი ყველაზე მეტად გამოჩნდეს ვიდეოში. ამიტომ იქედან და დედაჩემს ქონდა ძალიან მაგარი სტრატეგია შემუშავებული ამ ხრივ. აი ყველას აჯობავს. ჯერ დამსვა იმ ადგილზე, საიდანაც ეს თავს რო ავწევდი, სუფრიდან პირდაპირ დედაჩემს ხედავდი. ანუ სტრატეგიულად სწორად გათვალა. ხედავდი და მეორე როგორც კი აქ ცეკვას და ვიდეოსთან ახლოს ყოფლას, დავიღალე რა. მოვიდოდი და დავჯდებოდი თუ არა, პირველი თავს აწვეთო და ხედავდი დედაჩემს ესეთი თვალებით. ანუ ეს ნიშნავდა რომ აეთრიე ვიდეოსთან მიდი. თუ ეს არ გაამართლებდა და ნუ მაინც დაღლილი ვიყავი და ეხა ნუ არ ვდგებოდი რა, მაშინ პირდაპირ გადმოდიოდა შეტევაზე, გადმოჭრიდა ესე ძალიან ესე პირდაპირ დაუნდობლად, ხელს მომკიდევდა და შენ არ ხარ კლასში და ესე მივყავდი. მიმიყვან და ვიდეოს წინ დამაყენებდა და თვითონ ესე ნელ-ნელა გადიოდა. ხოდა. ნუ ბანკეტზე რაც მეცვა, ვისი გემოვნებითაც მეცვა, მიხვდებით. მაგრამ სხვათა შორის ცუდად არ მეცვა, მშვენივრად ქონდა ის თეთრი მოტკეცილი შარვალი და ყავის ჰალსტუკი ძალიან კარგად და წინა დღეს ცოტა რომ შევეწინააღმდეგე რომ დედა მეთქი იქნება შავი დათო თქვა. გიხდება ხო? მიხდება. მოკლედ ეს ყველაფერი ესე კარგად იმიტომ მახსოვს რომ საერთოდ ბავშვობიდან რა დაკვირვების და აი დამახსოვრების უნარი მაქვს რაღაცა ძალიან ეტყობა განვითარებული და ეტყობა ეს მამაჩემიდან მოდის იმიტომ რომ მამაჩემი ეგეთი ადამიანი რა იცით როგორი კაცია რაღაცა რო დაინტერესებს თუ აი ატომურ დონეზე არ გამოიკვლია აი შანსი არ არის რა რომ მოიშვას აი მაგალითად ეგეთი რაღაცა მახსოვს რომ ძმაკაცები რო ჯოკერს თამაშობდნენ, აი მამაჩემიც რო თამაშობდა თავის ძმაკაცებთან ერთად და ეგეთი მომენტი რო ბოლო ორს რო ორი ჯოკერი რო უჭირავს ბოლოს და რო გადმოაგდებ, ხო იცი რომ ნუ ორივე ჩემია რა ორი ჯოკერი მაქვს და ვიღაცა ერთი მაგის ძმაკაცი რო აი ეს ბოლო ორი ჩემია და ორი ჯოკერი გადმოაგდა მამაჩემი. ბაიცა ბიჭო ნელა. რა ნელა ბიჭო ორი ჯოკერი ყავს, რა ნელა. ბაიცა ბიჭო ნელა შენ იქ ეგრე რა ორი ჯოკერი ყავს, მისია მიდი. ენერგეტიკი იყო პროფესიით. და ელექტროობა კარგად ესმოდა მოკლედ და მეზობლებს თუ ვინმეს რამე გაუფუჭდებოდა უთო იყო სარეცხი მანქანა სად იყო სარეცხი მანქანა მაგრამ მაინც ნუ რაღაც ტელევიზორი ყველა მანდ და ბადრი მოდი ხოწევ გამიკეთე რაღაცა და ეს მომენტი მახსოვს რომ განსაკუთრებით უთოებთან ქონდა რაღაც თავისებურ დამოკიდებულება და რო გააკეთებდა და ის მეზობელი მოვიდოდა რომ მზადაა შენი უთო რო იყო და აი ცალკე ატანდა კიდე რაღაც პარკში ეს რა არისო და ეს ნაწილები მორჩაო და ყველა უთოზე რაღაც ნაწილები ანუ არ ჭირდებოდა რა, მაგრამ ის უთო მერე მუშაობ. ხო და მართლა მოკლედ ამ დამახსოვრების და იმის მართლა მაგარი უნარი მაქვს და ეხლა თქვენს წინ მინდა რომ დემონსტრაცია გავაკეთო, რეები მახსოვს და საერთოდ რაჯანდაბად მინდა. იყო ეგეთ, ხო, აი რაღაცა რო იყოს შესაძლებლობა ტვინში მართლა რომ რაღაცა იყოს delayed რაღაც ღილაკი, ამ რაღაცებს რაც აი აბსოლუტურად ტყუილა მაქვს, წავშვლი და რაღაც სხვას დავამატებდი, მაგრამ ვერ ვშლი, იმიტომ რომ ზეპირად მახსოვს. აი მაგალითად. იყო ესეთი ტელესერიალი, აი მაშინ აკუმულატორზე უყურებდით ხოლმე, უბრალოდ მარია. ან რუსულად ბოდიში პროსტა მარია ესე ერქვა რა. ნუ გადმოცემა იყო და რუსულად მიდიოდა ეს სერიალი რა. ეხ სულ არ მეხალისება რუსულად ლაპარაკი, მაგრამ ნუ როგორც იყო ფაქტი, იმას გეტყვით რა. მოკლედ იყო ესეთი სერიალი. ვიქტორია რუფო ტელესერიალი პროსტა მარია. როლი ისპანიაიოთ იდუბლიруют. ხოსე იგნასიო ტონიო მაური. ვიქტორ კარენო ხაიმი გარსე. Matilde de Carreno, Silvia Derbez. Alberto Rivera, Servando Mansetti. Juan Carlos del Villar, Manuel Savali. Lorena del Villar, Adriana Ognis. Ai raჯანდაბათ მინდა просто. და კულმინაცია. ისპანიელი პროდიუსერ ვალენტინ პიმშტეინი. – 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
ნუ მე ქართულად გახმოვანება რო დაიწყო და ედიტ გონსალესი მონიკა და ედუარდო პალომო ხუანი ფილმში ველური გოლ კომოკომბრალი ალავირა რო ეგენი ნუ თავისთავად მოკლე მიდიოდა. ხო და აი ესეთი მაგდა. ეხა დადგა ჩემ ცხოვრებაში ის მომენტი რომ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისში და თბილისში გადმოვედი. პირველად მძაფრად მაშინ შევიგრძენი უკვე თბილისში რო ვიყავი და უკვე სხვა სოციუმში ვიყავი სიტყვა რაზგავლარიენზე რო დავიცინე ძალიან მაგრად. აუ მაგრა დავიცინე. აი რაზგავლარიენ რა არის ზოგმა და რაზგავლარიენ. ეხლა ჩვენ ავი ბიჭო რა იმერეთში ხო გვაქვს რომ აი რაღაცა ორ სიტყვიან წინადადებები შეიძლება ერთ სიტყვაში გამოვხატავთ ხო ისინი რაზგვანან აი რაზგავლარიენი იტყვე პირდაპირ ხო შთალარიენ წევლარიენ რაღაცა სიტყვი თუ უფრო გაართულებ რაღაცა მას უყვარდა არის ნაყვარება თუ არის ეგეთი რაღაცა მაგრამ ნუ ის მეორე გოგო ნაჯობინა რა ხო არის ეგეთი რაღაცა ნაყვარება, ნაჯობინა, ნატყნავა, რავი, ბევრია ძალიან. ხო და ამაზე მოკლედ დავიცინე ძალიან მაგრად. საერთოდ ცხოვრებაში იცი როგორი ტიპი ვარო, აი განსაკუთრებით ადრე ძალიან ადვილად შეიძლება ძალიან მიამიტი ვარ რა. ადვილად შეიძლება ვიღაცას მოვეტყუებიან, ვიღაცას რაღაცაში რო გამოგიყენებენ, ხო იცი რაღაც გველურად. ეგეთი რაღაც ერთხელ მახსოვს მაშინ უკვე კარგი მოზრდილი ვიყავით დაჟე ბარსელონაში ვიყავით რამოდენიმე ადამიანი და ერთმა თქვა რომ ჩემი მეგობარი ცხოვრობს აქვე ესპანელიაო და ესპანიოლის გუნდია ბარსელონაში ეს და ესპანიოლის თამაშის ბილეთებს მოიტანსო და 4 ვიყავით და 4 ბილეთს მოიტანსო და წავდით ხო და მოიტანა ამ ტიპად და მოიტანა 3 ბილეთი მეტიო ვერ ვიშობეო რაღაცა და ამან ვინც თქვა რომ მოიტანსო კაიო მაშინ ძმებო რა ხან მე ვთქვიო და ერთი არა თქვენ სამიო წადითო და მე დავჭებიო რა ამან არაო მეორემ ჩემი დედა შებეძი შენ თუ დაშეო ან ყველა არასეო რავი ეგ რა წესი მე ერთმა კიდე აიო მაშინო მე ისედაც არ მიყვარ ძალიან ეს ფეხბურთი და მე არაო ძმაო რა პონტიო და რა გამოშტე რა მინდოდ აი მე უცხარი ბიჭო მე დავჭე კაი შენ დარჩი მაშინ მე დავჭე გავინე რა ეგეთი მომენტიც იყო და ბოლოსკენ რო გავიდე მოკლედ რო დამიდგა ის ეტაპი რომ სამსახური უნდა დავიწყო და ერთ-ერთ კლუბში მივედი მოკლედ ერთად ჩვენმა მეგობარმა მიმიყვანა რეკომენდაცია გამიწია როგორც ექიმად და ექიმი ჭირდება თუ მივედი და მთელი დღე მაფრთხილებდა რომ პრეზიდენტი არის ძალიან ჟმოტიო და კარჩო თავის ჭკუაზე არ გადაგიყვანოსო რა შენ რასაც თანხაო იმე არაფერი არ დაიკლო არ არსებობს აი ესე უთხარიო ესე მიღირს გინდათ არ გინდათ სხვა კლუბების მიდირა მთელი დღე ამას მე ანკანა რო გადავდიოდი მომაბრუნა და ხო იციო პრეზიდენტი არის ჟმოტიო აი მეთქი წავედი SMS-ი მომწერა რომ პრეზიდენტი არის ჟმოტიო მივედი პრეზიდენტი რაღაცა ასე იქ მიგჭირდება კი ბატონო რა დაამთავრე ეს დაამთავრე და რამდენი გინდა ხელფასიო მე ვთხარი თქვენ რამდენი გაქვთ გათვლილი ამ საქმისთვის თქო და იმან მითხრა რომ 300 ლარს მოგცემო რა მაშინ 300 ლარი არ იყო ცოტა ფული და აქ მე ვთხარი ფრაზა რომელსაც არავინ არ მიჯერებს დღემდე 200-იც მეყოფა და ამ პრეზიდენტმა კარჩე მიყურა როგორ მიყურა იცი ან ფიქრობდა რომ ეს ან მაგარს მეკაიფებაო ან მაგარი ყლია ძალიან რა და ბოლოს გააწყვიტა რომ ყლევარ და მთელი წელი როგორც თქვენთვის არ მოუწია კაპიკი ისე არ მოუწია ჩემთვისაც საერთოდ ეხა ზოგადად რეზიუმი რო გავაკეთოთ რა მინდოდა ამ sit-down-ით მე რომ მეთქვა ძალიან მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთის ნიადაგების სწორი მელიორაცია და წყალმომარაგება რო დავიცვათ. იმიტომ რომ ეკონომიკისთვის იქნება ძალიან კარგი. და ეხლა ბოლოს მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება მისურვოთ, იმიტომ რომ აქედან მართლა პირდაპირ მივდივარ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე და ევროპაზე იმედია გავალთ. მადლობა დიდი.